შემდეგი ამოცანები რაოდენობრივში ასე გრძელდებოდა, რომ 3a, b და c5-დან თითოეულში მინიმუმ ერთი ბურთია მოთავსებულიო. ამასთან a, b და c5-ებში მოთავსებული ბურთების რაოდენობებია შესაბამისად n+3, n+1 და 4-n, სადაც n გარკვეული მთელი დადებითი რიცხვიაო. მთელი დადებითი რიცხვი იგივე ნატურალური რიცხვია, ანუ იწყება 1-დან და პლუს უსასრულობამდე გრძელდება. და შესაბამისად შეიძლება იფიქრო, რომ მართლაც პლუს უსასრულობამდე შეიძლება იყოს ამ რიცხვების ნაკადი, მაგრამ ასე არ არის. იმიტომ რომ 4-n რეალურად არის შენი ჩამკეტი პირობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად n ვერ იქნება 4-ის ტოლი. იმიტომ რომ 4-ს რო გამოვაკლოთ 4, იქნება 0. და მაგ შემთხვევაში C5-ში 0 ბურთი აღმოჩნდებოდა. ეგ შეუძლებელია, იმიტომ რომ თითოეულ ყუთშიო მინიმუმ ერთი ბურთია მოთავსებულიო. ანუ ჩვენ სამი ვარიანტი გვაქვს რა. n შეიძლება იყოს 1, n შეიძლება იყოს 2 და n შეიძლება იყოს 3-ის ტოლი რა. სხვა ვარიანტი არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი ვარიანტები არის n-ი რო 1 იყოს სიტყვაზე, a5-ში იქნება 1+3, ანუ 4 ბურთი, n+1 b5-ში აღმოჩნდება 2 ბურთი და 4-n, ანუ 1 c5-ში აღმოჩნდება 3 ბურთი. მეორე ვარიანტი, როცა n-ი 2-ის ტოლი არის, 2+3 5, 2+1 3 და 4-2 2. და მესამე ვარიანტიც გვაქვს, როცა n იქნებოდა გარკვეული მთელი დადებითი რიცხვი, ანუ 3, მაგ შემთხვევაში 3+3 6, 3+1, ანუ n+1 4 და 4-n იქნება 4-ს გამოკლებული 3, ანუ 1 და სადაც ყველაზე მეტი რიცხვი დაჯდა, დიდი რიცხვი, ეგ იქნება რა პასუხი. 4+2 და +3. ეგ არის შენი 9, 5+3 +2 ეგ არის შენი 10 და 6+4 +1 ეგ არის შენი 11, ამიტომ 125 და 38 და 24 და რაღაც არა, მაგრამ 11 კი ბატონო. კაი, მაქსიმუმ რამდენი ბურთი შეიძლება იყოს მოთავსებული ჯამურად სამივე ყუთშიო? მაქსიმუმ 11 ასეთი პირობების გათვალისწინებით. რამდენი სანტიმეტრ კვადრატით გაიზრდება 10 სანტიმეტრი პერიმეტრის მქონე მართკუთხედის ფართობი, თუ მის თითოეულ გვერდს 3 სანტიმეტრით გავზრდით. ნახატე ნებისმიერი მართკუთხედი, აიღე გვერდები 3 და 3 და 2 და 2. პერიმეტრი არის ღობის სიგრძე. 3+3 არის 6, 6+2 არის 8, 8+2 არის 10. ეხლა ამის ფართობი არის ორიგინალში 3x2. ანუ მართკუთხედის ფართობი გამოითვლება AB ფორმულით, ხო? და არის 3x2 6. და ეხლა უკვე ახალი მართკუთხედი შეიქმნა, თუ თითოეულ გვერდს 3 სანტიმეტრით გაზრდი, იქნება ერთი გვერდი 6, შესაბამისად ესეც 6, ეს იქნება 5 და ესეც იქნება 5-ის ტოლი და ახალი ფართობი იქნება ესი უდრის AB-ს, იქნება 6x5, ანუ 30 და ძველ ფართობთან შედარებით 30 და 6, ნუ რამდენით სანტიმეტრით გაიზრდებაო ფართობიო, თუ გვერდებს გაზრდი 3-თო, ფართობი გაიზრდება 30-ს -6-ით, ანუ 24 სანტიმეტრ კვადრატით. აი ჩასვი ნებისმიერი რიცხვები და მასეთ რაღაცას მიიღებ სიტყვაზე. ნახე, ესეთი რაღაცა 8 რო დავსვათ 4 და 4 და 1 და 1. ფართობი ხო იყო ორიგინალში 4. ეხლა გაზარდე ყველაფერი 3-ით, აბა. ეს არის შენი 7, ეს არის შენი 4. და 7x4 არის ახალი ფართობი, ანუ 28. და 28-ს -4 ძველი ფართობი არის 24. ანუ 24 სანტიმეტრ კვადრატით მეტი იქნება ყველა ვარიანტში რა. არ გინდა აქ x-ი და y-ი უბრალოდ რიცხვები ჩასვი.
გვაქვს რამდენიმე ვაშლი და რამდენიმე მსხალი, მათი საერთო წონა 2,2 კილოგრამს შეადგენს, ამასთან თითოეული ვაშლი 200 გრამს იწონის, თითოეული მსხალი კი 100 გრამს. რამდენი ვაშლი გვაქვს სულ, თუ ვაშლების რაოდენობა 4-ით ნაკლებია მსხლების რაოდენობაზე. კლასიკური ალგებრული ჩანაწერი დაგვჭირდებოდა აქ, სადაც რამდენი ცალი ვაშლი გაქვს, შენ ეგ არ იცი, ამიტომ თითოეული 200 გრამს იწონის, ანუ 200 x-ი. x-ი არის ვაშლების რაოდენობა. მაგას ჩვენ დავუმატოთ ახლა მსხალი, რომელიც 100 გრამს იწონის, მაგრამ y-ს აღარ შემოვიტან. ძალიან საინტერესო რაღაცას გავაკეთებ, რადგან ვაშლების რაოდენობა 4-ით ნაკლებია მსხლების რაოდენობაზე, ესე იგი მსხლის რაოდენობა ყოფილა ვაშლის, ანუ x-ის რაოდენობაზე 4-ით მეტი. და ეგ ყველაფერი უნდა გაძლევდეს ჯამში 2,2 კილოგრამს, რაც არის გრამებში 2200, იმიტომ რომ ვაშლის და მსხალიც გრამებში გაქვს მოცემული. ეხლა ამას გახსნი 200x პლუს 100x უდრის პლუს 400 კიდე უდრის 2200 და რავი, რა გამოვიდა ეხლა, ეს არის x-ები შეიკრიბება 300x-ი, ტოლია 2200-ის გამოაკლდება, იქეთ ხარეს გადავა 400 და ეგ არის 1800 და x-ი უნდა იყოს 6 ჯერ 300 არის 1800 და რას გვეკითხებოდნენ? ვაშლს, ხო, ვაშლი x-ით ჰქონდა აღნიშნული და ვაშლების რაოდენობა არის 6 რა. მრგვალი მაგიდის გარშემო ძალიან მაგარი ამოცანა, 7 ადამიანი ზის, ამ ადამიანთა შესახებ გამოთქმული შემდეგი წინადადებებიდან რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი. შენიშვნა. იგულისხმება, რომ თითოეული ადამიანის ასაკი მთელი რიცხვით გამოისახება. პირველი. ყველა ერთი და იმავე ასაკისაა. რატო არ შეიძლება ყველა იყოს სიტყვაზე 7-დან 6 იყოს 59 წლის და მე-7 იყოს დაუშვათ 20 წლის, ხო? რა აუცილებლობა რომ ყველა ერთ და იმავე ასაკის იყოს. ყოველი ორის ასაკი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ეგეთ შეიძლება ეგრე არ იყოს, ყველანი იყვნენ 30 წლის დაუშვათ და ყველა ასაკი ერთ და იმავე. ისევ როგორც პირველში, ყველა ადამიანი ერთ და იმავე ასაკისაა, განა გამორიცხულია რა. უბრალოდ მაინდა-მაინც სწორი არაა, ისევ როგორც მაინდა-მაინც სწორი არ არის ის, რომ განსხვავებული იქნება ასაკები. შეიძლება ისეთი კოლექტივი შეიკრიბა, სადაც ყველა ერთ და იგივე ასაკისაა, ხო? ეგ არავინ იცის. ერთმანეთის მეზობლად მსხდომი რომელიღაც ორი ადამიანის ასაკთა ჯამი კენტია. რატო? ყველა 20 წლის იქნებოდა და ყველა თუ 20 წლისაა, ერთმანეთის მეზობლად მსხდომი რომელიღაც ორი ადამიანის ასაკთა ჯამი კენტია, რატო? ყველა თუ 20 წლისაა, ყველას ჯამი ყოველთვის ლუწი გამოვა, გვერდ-გვერდ მსხდომი ადამიანების, ამიტომ კენტი სავალდებულო არაა. რაც შეეხება ეპასუხს. 7-ვე მათგანის ასაკთა ჯამი 7-ის ჯერადია. ეს არის დიდი უაზრობა. რახან 7 ადამიანია რა, 7-ის ჯერადია, ესე იგი მათი ასაკთა ჯამი? აი განიხილე სიტყვაზე, ეს იყოს 2 წლის. რახან დიდი ადამიანები არიან რა, გონია პატარა რიცხვის შემოტანა არ შეიძლება? შეიძლება. 2 წლის, 3, 4, 5, 6 და 7 სიტყვაზე. აი ამას წლოვანებები, დახატული ადამიანები, თორე გან არ შეიძლება ბავშვები იყვნენ. დიდ რიცხვებზე რო არ ვიან გარეშე, პატარას მოვიყვან მაგალითად. 2 პლუს 2 4, 4 პლუს 3 7, 7 პლუს 4 11, 11 პლუს 5 16, 16 პლუს 6 22 და 22 პლუს 7 არის 29. და 29 7-ის ჯერადი არ არის. ამიტომ შეიძლება რასაკვირველია ისეთი რიცხვები გამოიძებნოს, რომელიც არ გაიყოფა 7-ზე. რასაკვირველია, რა არის ამაში გასაკვირი, რომ ისეთი რიცხვები შეიძლება დაარქვა ამ ადამიანებს და დააწერო, რომ შეკრიბო 7-ზე არ გაიყოს. რა არის აქ ისეთი
ფენომენალური, არაფერი, ხო? D არის სწორი პასუხი. ერთმანეთის მეზობლად მსხდომი, რომელიღაც ორი ადამიანის ასაკთა ჯამი ყოველთვის ლუწი გამოვა. ნახე ეხა რატო? შენ რო იჩალიჩო იმაზე, რომ რომელიღაც ორი ადამიანის ასაკთა ჯამი ლუწი არ იყოს, მაშინ კენტი და ლუწი უნდა დააჯახო ერთმანეთს. მაგალითად, 17 და სიტყვაზე 2. ეხა მე ჩალიჩო ბრაზე, რომ ერთმანეთის მეზობლად ხსდომი, რომელიღაც ორი ადამიანის ასაკთა ჯამი ლუწია ავტორი ხო მეუნება, ვეკამათები. მოდი ეს კენტი იყოს. შემდეგ კენტი უნდა შემოვიტანო, იყოს სიტყვაზე 15, 15 და 2-ის ჯამი 17-ია, ლუწი არ არის. შემდეგ უნდა შემოვიტანო კენტი ისევ ლუწი ბოდიში უნდა იყოს 4 დაუშვათ, მაგათი ჯამი არის კენტი. შემდეგ უნდა შემოვიტანო კენტი, იყოს დაუშვათ 19, 19-ის და 4-ის ჯამი 23. შემდეგ უნდა შემოვიტანო ლუწი, რომ კენტი იყოს, მაგალითად იყოს 6 და 19-ის და 6-ის ჯამი 25 და 6 უნდა დავაჯახო კენტი რიცხვი, რომ კენტი გამოვიდეს, ხო? ამ ორი ადამიანის ასაკთა ჯამი მაგალითად იყოს სიტყვაზე 15 და რა მოხდა? მის გვერდით მჯდომ ერთ-ერთ ადამიანთან ასაკთა ჯამი კენტი კი გამოვიდა, მაგრამ რომელიღაც მეორესთან, ანუ გვერდით ვინც უზის სხვა მეორესთან 15 პლუს 17 უეჭველი გამოვა ლუწი 32. ხდები რა ხდება? შენ თუ გინდა რომ რომელიღაც ორი ადამიანის ასაკთა ჯამი ლუწი არ იყოს და დევერსია არასწორი იყოს, ეგრე უნდა წაიყვანო მსჯელობა, რომ ენტები დასვა. 17 2 კენტს იძლევა, 2 და 15 კენტს იძლევა სიტყვაზე რა, 15 და 4 კენტს იძლევა, 19 და 4 კენტს იძლევა, იმიტომ რომ კენტი და ლუწია, კენტი და ლუწი კენტს იძლევა, კენტი ლუწი და კენტი კენტს იძლევა და მაგრამ მიეჯახა კენტი კენტს და კენტის და კენტის ჯამი იძლევა ლუწს. აი ეგ არის იდეა აი ამ ამოცანის რა. ხდები? ძალიან მაგარი ამოცანა იყო რა. მაგრამ ლოგიკაშიც შეიძლებოდა ამის შეტანა. ლოგიკური უფრო ვიდრე მათემატიკური, მართკუთხა პარალელეპიპედის დიაგონალის შუა ოწერტილი, იხილეთ ნახაზი, ვიხილე ამ პარალელეპიპედის წახნაგებიდან დაშორებულია 2 სანტიმეტრის, 3 სანტიმეტრისა და 5 სანტიმეტრის ტოლი მანძილებით. იპოვეთ ამ პარალელეპიპედის მოცულობა. შუა წერტილი თუ არის და წახნაგებიდან, ანუ გვერდებიდან დაცილებული აი ამ შესაბამისი მანძილებით, შესაძლებელი ხდება სიგრძის, სიგანის და სიმაღლის გამოთვლა. მაგალითად, ამ წახნაგიდან თუ 2-ით არის დაშორებული და შუა წერტილია, მეორე წახნაგიდანაც 2-ით იქნება პარალელური წახნაგიდან დაშორებული და ჩვენი სიგრძე გამოვიდა, თუ ეს 2 იყო, ესეც 2-ია და გამოვა 4. ეხლა აქეთ ამ მხარეები ჩრდილოეთი და სამხრეთი, თუ ჩრდილოეთის წახნაგთან 3 სანტიმეტრით არის დაშორებული, აი აქეთ ჩვენკენ რაც არის მაგ წახნაგიდანაც 3-ით იქნება დაცილებული, რადგან ეს არის შუა წერტილი. ხოლო ოწერტილი 5-ით ხო არის დაშორებული სხვა წახნაგიდანაც, მაგალითად ჭერიდან არის დაცილებული 5-ით, ხო? რა თქმა უნდა, იატაკიდანაც 5-ით იქნება დაცილებული. საბოლოო ჯამში რა გამოდის? სიგრძე 4 მივიღეთ, სიგანე 6 მივიღეთ და სიმაღლე მივიღეთ 10 და ეგ არის შენი ამოხსნა რა, სიგრძის, სიგანის და სიმაღლის ნამრავლი გააძლევს 240 სანტიმეტრ კუბს 24 გამრავლებული 10-ზე და ეგ არის შენი პასუხი რა. აი, შემდეგ, კლასის უკლებლივ ყველა მოსწავლემ შეასრულა საგამოცდო ტესტი, დიაგრამაზე ყოველი შესაძლო ქულისათვის მოცემულია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც მიიღეს ეს ქულა. ტესტი ითვლება ჩაბარებულად, თუ მოსწავლემ დააგროვა როგორც მინიმუმ 5 ქულა. დიაგრამის მიხედვით განსაზღვრეთ ამ კლასის მოსწავლეთა მთელი რაოდენობის რამდენი პროცენტი ჩაიჭრა. ეს არის მოსწავლეთა რაოდენობა. ეს არის ქულები. ეხლა ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ, რამდენმა ადამიანმა მიიღო 0 ქულა. აქ ერთიანი არ წერია, მაგრამ ადამიანთა რაოდენობა ხო არის სამაგიეროდ 2 და 0-სა და 1 შორის 1/9 ადამიანი გინახავთ?
მე ჯერჯერობით არა, ამიტომ ნული ქულა ექნება ნულსა და ორს შორის გაჩხერილ ადამიანთა რაოდენობას, რაც არის ბუნებრივად ერთი ადამიანი. ერთი ქულაც მიიღო ნულსა და ორს შორის ერთმა ადამიანმა, ორი ქულაც ერთმა ადამიანმა, სამი ქულა ორსა და ოთხს შორის არის, ანუ სამ ადამიანს მიუღია. 4 ქულა პირდაპირ წერია 6 ადამიანს, 5 ქულა პირდაპირ წერია 8 ადამიანს, 6 ქულა გაჩხერილია 6-სა და 8-ს შორის, ანუ 7 ადამიანს მიუღია. 7 ქულა 4-სა და 6-ს შორის არის, ანუ მიუღია 5-ს. 8 ქულა მიუღია 4-ს, 9 ქულა მიიღო 2-მა და 10 ქულა მიიღო 2-მა. ამასეთ შემთხვევაში შეგვიძლია დავთვალოთ სულ რამდენი ადამიანი გავიდა ამ გამოცდაზე. 3 და 7, 10, 6 და 4, 10, 8 და 2, 10, ეგ არის შენი 30, 35, 37 და კიდე 3, 40 ადამიანი სულ. ეხლა რამდენმა პროცენტმა ვერ ჩააბარა სულ, დავწერო, სულ გვყავს 40 მოსწავლე. ვერ ჩააბარა ტესტი თუ 5-ზე ნაკლები ქულა გაქვს, იმიტომ რომ 5 ქულა უკვე გამსვლელია. რამდენმა ვერ ჩააბარა და ვერ ჩააბარა 6 პლუს 3 პლუს 1 პლუს 1 პლუს 1, ეგ არის 10, 11, 12 და 12 უნდა შეაფარდო სრულ რაოდენობასთან, ანუ 40-თან და გაამრავლო 100-ზე. ეგ არის შენი ნოლების შეკვეცა 120 გაყოფილი 4-ზე და პასუხი არის 30%. ძნელია? რა ვიცი, ამაზე მარტივი დიაგრამა კიდე რაღა გინდა. ავტომობილმა ორ პუნქტს შორის მანძილი მუდმივი სიდიდის სიჩქარით გაიარა, ნახაზზე მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში გამოსახულია მოძრაობის ამ პროცესში ავტომობილის მიერ გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. ამ გრაფიკის ერთი ბოლოა კოორდინატთა სისტემის სათავე, მეორე ბოლოა კი აწერტილი, რომლის კოორდინატი მითითებულია ნახაზზე იპოვეთ ავტომობილის სიჩქარე. შექმნი პატარა მართკუთხა სამკუთხედს, რომელსაც მართკუთხა სამკუთხედთან რეალურად არაფერი ესაქმება, უბრალოდ იდეურ დონეზე რომ აზრი დაამუღამო, დრო ხო არის წუთებში. საკოორდინატო სიბრტყე რას ნიშნავს? პირველი კოორდინატი არის x, მეორე კოორდინატი არის y. x გეუბნება რამდენი თუ არ გაწეული. ანუ ეს არის x, ეს არის y. x არის დრო, მანძილი არის კილომეტრებში y. ეხლა რა ხდება? ნახე, a კოორდინატი ნიშნავს რომ 10-12, ანუ მე 10 წუთშიო გავიარე 12, მივაწერ მაგას წუთს, ხო? 10 წუთში გავიარეო 12 კილომეტრიო რა. შესაბამისად, თუ 10 წუთში გაიარა 12 კილომეტრი, სიჩქარეს გვეკითხებიან, რომელიც კილომეტր-საათებშია მოცემული. ამიტომ მე რომ კილომეტր-საათებზე გადავიდე, საათი უნდა გამოვითვალო ჯერ. და 10 წუთი გავამრავლოთ მოდი 6-ზე, მივიღებ 60 წუთს, რაც არის 1 საათი. და შესაბამისად, თუ 10 6-ზე გავამრავლე, 12-იც 6-ზე უნდა გავამრავლოთ, რომ პროპორციულ ზრდას გქონდეს ადგილი, იმიტომ რომ მუდმივი სიდიდის სიჩქარით მიდის და წრფივი ფუნქციაა. და 6 გამრავლებული 12-ზე იქნება 72. და რა გამოვიდა? 60 წუთში გაიარა 72 კილომეტრი. 60 წუთი არის 1 საათი, ესე იგი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ 72 კილომეტრი დაფარა 60 წუთში, ანუ 1 საათში და მისი სიჩქარე იყო ეგეთი რა, 72 კილომეტრი საათში. რა, ძნელია ეხლა ეს? არაფერი ისეთი, ხო, უბრალოდ, როგორც ყოველთვის მიხვედრა, რაოდენობრივი მსჯელობა, quantity reasoning. კაი, დიდი მადლობა. იმედი აქედანაც რაღაც ქულები გავაკეთეთ და აბა დროებით. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის.